ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა. სანდრო წივწივაძე, რომლის გამოკითხვასაც მოკლული ბიზნესმენის ადვოკატი ითხოვს, რადგან როგორც ადვოკატი გვიყვება, სოციალურ ქსელში არაერთი პირი ავრცელებს ინფორმაციას და წერს ერთ-ერთ ვერსიას, რომ იარაღი, რომლითაც ბიზნესმენი თბილისში მოკლეს, სავარაუდოდ ეკუთვნოდა სწორედ სანდრო წივწივაძეს, რომელმაც სხვადასხვა მანიპულაციების დახმარებით ერთ-ერთ კრიმინალურ საძმოს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი და ადვოკატის ინფორმაციით არაერთი გაუხსნელი საქმე უკავშირდება სწორედ ამ იარაღს და ამ იარაღიდან განხორციელებულ სროლას. სწორედ სანდრო წივწივაძის გამოკითხვას ელოდება ახლა ბიზნესმენის ადვოკატი და ელოდება პროკურატურისგან დროულ და სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას. ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაამოწმოს საგამოძიებო ორგანომ. მათ შორის ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელდა, ეხება კონკრეტულ ადამიანს, სახელი და გვარი არის სანდრო წივწივაძე, ზედვირთ სახელი არის ჯანო, რომელთანაც უნდა იყოს დაკავშირებული ის იარაღი, რომელიც გამოყენებული არის როგორც მკვლელობის იარაღი ამ საქმეში. სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება აღნიშნული ინფორმაცია, რომ ამ ადამიანმა ეს იარაღი გადასცა ერთ-ერთ კრიმინალურ საძმოს და ასევე ვრცელდება ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული იარაღი გამოყენებული არის სხვადასხვა მკვლელობების ჩასადენად, სხვადასხვა საქმეებში, რომლებიც რიგ შემთხვევაში გახსნილი არ არის და ამ საქმეებში, რა თქმა უნდა, იარაღი ამოღებული არ არის. ამიტომ უნდა მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ გადამოწვდეს ეს პიროვნება, გადამოწვდეს ეს ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება და თუ დავინახავ, რომ საქმეში არსებობს უთხოვარი მტკიცებულება, ამის შემდეგ უკვე მექნება შესაძლებლობა საზოგადოებას უკვე კატეგორიული და ცალსახა ინფორმაციები მივაწოდო უმნიშვნელოვანი საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანი არ არის გამოკითხული. ეს ადამიანი რა თქმა უნდა არ არის ბრალდებული და მეც ვეწინააღმდეგები კონკრეტული უთხოვარი მტკიცებულებების გარეშე ვინმესთვის ბრალის სახენებას. თუმცა ეს ვერსია, ეს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ, სასწრაფოდ უნდა იქნეს გადამოწმებული და შესაბამისი მტკიცებულებები უნდა ჩაიდოს საქმეში. ვინ დაუკვეთა ჯანგველაძის მკვლელობა? ეს არის კითხვა, რაზეც პრინციპულად ელოდება ახლა მოკლული ბიზნესმენის ადვოკატი პასუხების მიღებას, რომელიც თვლის, რომ ახლა გამოძიება არის არაეფექტური და არაკვალიფიციური. არჩენს ბევრ კითხვას, რადგან დროულად არ მოხდა იმ პირის დაკავება, რომელმაც ესროლა ბიზნესმენს, ამ დრომდე არ არის ამოღებული იარაღი, რომლითაც ისროლეს და არ არის ამოღებული ტელეფონი, რომლითაც სავარაუდოდ დამკვეთს ეკონტაქტებოდა ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც ახლა დაკავებულია და სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ადვოკატს ძალიან ბევრი კითხვა უჩნდება, თუმცა ამბობს, რომ უმთავრესია დამკვეთზე გავიდეს გამოძიება და დადგინდეს ვინ დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა. გამოძიება დამკვეთამდე გავიდოდა იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებული იქნებოდა უკვე მაშინ, როდესაც ეს ადამიანი იმყოფებოდა ქალაქში და სანამ ის ქალაქს დატოვებდა. რა თქმა უნდა, როდესაც მან ქალაქი დატოვა, მან შემდეგ უკვე მოახერხა იარაღის დამალვა, მან ასევე მოახერხა ტელეფონის დამალვა, იმ ტელეფონის დამალვა, რომელთაც ის ემესიჯებოდა და კომუნიკაციობდა სხვადასხვა პირებთან, რომლებიც სავარაუდოდ დანაშაულის თანამონაწილენი არიან. მოგეხსენებათ, რომ შემთხვევა მოხდა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას კამერების თვალწინ და მიმაჩნია, რომ ეფექტური, კვალიფიციური მუშაობის შედეგად უნდა მომხდარიყო ამ ადამიანის ხელკვარზე დაკავება. პირი, რომელმაც ჩვენი ხმარწმენით გასროლა განახორციელა, არის დაკავებული, თუმცა ჩვენი ინტერესის საგანი მხოლოდ ეს ადამიანი არ არის. დაზარალებულის ინტერესის საგანი არის არა ის, რომელმაც უშუალო გასროლა ჩაიდინა, არამედ არის ის ადამიანი, ვინც შეუკვეთა მკვლელობა და არიან ის ადამიანები, ვინც ამ ადამიანს ამ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა.
ჩვენ ვცდილობთ სანდრო წივწივაძესთან კომუნიკაციას და იმის გარკვევას თუ რატომ მოხდა და რატომ დაუკავშირდა მისი გვარი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეს, ასევე ვცდილობთ დაზუსტებული ინფორმაციის მიღება საგამოძიებო უწყებისგან, პროკურატურისგან, მუშაობენ თუ არა ამ ვერსიაზე და იმაზე თუ რა იარაღით მოხდა გასროლა, ვინ იყო დამკვეთი, გავიდნენ თუ არა სანდრო წივწივაძესთან კომუნიკაციაზე და გამოიკითხა თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით წივწივაძე თუ მივიღებთ ოფიციალურ პასუხს საგამოძიებო უწყებისგან ან წივწივაძისგან, მაშინ ჩვენ მომდევნო გამოშვებებში მოგიყვებით თუ რა განცხადებებს გააკეთებენ ისინი ჩვენთან.